ტელეფონები გამოტვიშეთ რა თუ შეიძლება. ბატონ ნოდარი არ არის ხო აქ და რატო წერი ასე მოგესალმებით ყველას დღეს საგანგებო სხდომა გვაქვს მე მგონი თავისუფლად შეიძლება ასე ითქვას ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხად დროებითი კომისია თავის კოლეგებთან ერთად დიასპორების საკითხთა კომიტეტია ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტი და საგარეო საკითხთა კომიტეტი ჩვენ კომისიასთან ერთად ვატარებთ სხდომას რომელიც ეძღვნება საგანგებო საკითხს ეს არის როგორ უფრო მოკლედ და ისე ჩამოვაყალიბო რომ გასაგები იყოს იმ ხალხისთვის ვინც ახლა პირდაპირ ეთერში გვიყურებს ეს არის სხდომა რომელიც ეძღვნება თემას რასაც წლების განმავლობაში 10 წლების განმავლობაში იმ 90-იანი ავადსახსენებელი პერიოდიდან ომის პერიოდიდან საქართველოს მოსახლეობა საზოგადოება ელოდება იქნებოდა თუ არა შესაძლებლობა გადმოგვესვენებინა ნეშტები ჩვენი ბიჭების ომში დაღუპულების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ყოფ ტერიტორიაზე სამწუხაროდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ექნებოდა თუ არა აფხაზებს თავის მხრივ შესაძლებლობა უამრავი დაკარგული ნეშტი გადაესვენებინათ იმ ტერიტორიაზე რომელსაც აი ამ საბედისწერო ომის გამო სხვადასხვა მხარეები აკონტროლებენ დღეს სტუმრად ჩვენთან არიან შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ბატონი ოთარ ჭელიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გაბატონი ლელა გულედარი სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ბატონი ნოდარ ჯიქია უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი დასავლეთ საქართველოში და ბატონ როლანდ კოპალიანს ხედავა ქაქაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას უდგას სათავეში მთავარი მომხსენებელი და მთავარი ჩვენი სტუმარი დღეს არის ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შესავალ სიტყვაში აგრეთვე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი აქ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი მადლობა რომ მათ ვინც მოვიდა რატომღაც სიხალვათე იგრძნობა მათი მხრიდან ამ სხდომაზე და ჩვენ დიდი ხნის ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ეს სხდომა ჩაგვეტარებინა არა დახურულ არამედ ღია რეჟიმში პირდაპირ ეთერით და ერთი თხოვნამ აქვს ჩვენი კომისიის წევრებთან ყველა ვინც აგზის მიღებული აქვს მოხსენებითი ბარათი გარკვეული დეტალებით ამ მოლაპარაკებათა მიმდინარეობის მომავალი გეგმების და გარკვეული ტექნიკური მონაცემებით რომელიც მათ სჭირდებოდათ ამ კომისიის და კომიტეტების გაერთიანებული სხდომებისათვის მოსამზადებლად მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყებია მაგრამ ყველა მიცოდეთ რომ ეს არის მხოლოდ სამსახურეობრივი გამოყენებისათვის ციტირებას და გავრცელებას ადეკვემდებარება ის რაც საჭიროა ამ ეტაპზე ითქვას ქალბატონი ნინო მოგვახსენებს და შემდეგ ვექნება დრო
შეკითხვებისათვის და კომენტარებისათვის. როგორც წესი, კომიტეტის თავმჯდომარეებთან მოლაპარაკებით, როდესაც ერთობლივ ხდომას ვატარებთ, ყოველთვის ჩამოყალიბებული ვართ ერთ პრინციპზე, რომ შეკითხვა და კომენტარი იყოს ერთად და არ დავყოთ, რომ აი ჯერ კომენტარები ვთქვა, შემდეგ შეკითხები ვთქვა და ამაში რაღაც ლაბირინთებში შევიდეთ იმის რეგლამენტის. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ქალბატონ ნინოს ვთხოვ, სადღაც 10-15 წუთის მანძილზე გააკეთოს პრეზენტაცია და შემდეგ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. დიდი მადლობა ბატონო გეორგი. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომისიას, იმ კომიტეტებს, ვინც მოისურვა ჩვენთან შეხვედრა. პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ ჩვენ სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ტოლთა სამინისტროს აქვს მრავალმხრივი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი სათაურიდან გამომდინარე გესმით, რომ ეს არის დევნილთა პრობლემების, მრავალასპექტიანი პრობლემების მოგვარება, ტოლთა, თავშესაფრის მაძიებელთა, რეპატრიანტთა, რეადმისიონერთა მრავალი პრობლემის მოგვარება, მაგრამ პლუს ამას არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საპატივსაცემო ვალდებულება. ეს არის აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა. მოგახსენებთ, რომ აფხაზეთის საომარი მოქმედებების შედეგად დაკარგულია 2000-მდე ადამიანი საქართველოს მხრიდან, ქართველების მხრიდან, აფხაზებსაც ყავთ დაკარგულები 200-მდე ადამიანი არის აფხაზეთის მხრიდან დაკარგული და მათი მოძიება დაიწყო ომის დამთავრებისთანავე. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიურები ასეთ დროს იყვნენ ამ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მშობლები და სწორედ ამიტომ 1993 წლის 14 დეკემბერს ჩამოყალიბდა ფონდი მოლოდინი, რომელშიც გაერთიანდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლების მშობლები. ამ მშობლებმა ამ ფონდის თავმჯდომარე დღესაც გახლავთ უაღრესად პატივსაცემი ადამიანი, ბატონი ვლადიმერ დობორჯგინიძე, საკმაოდ ხანშესული ადამიანი, რომელიც 20 წლის განმავლობაში შრომობს და იღწვის იმისათვის, რომ მოიძიოს ყველაფერი და მისი შვილი დღემდე არ არის გადმოსვენებული. და ამ მშობლებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტკივილები ჰქონდა თვითონ მიღებული, მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი, მაგალითად გიული ზალდასტანიშვილი, არის ის ადამიანი, რომელმაც 4 ოჯახის წევრი დაკარგა ამ ომის დროს, 2 შვილი და 2 ძმა. 16 წლით უმცროსი შვილივით გაზრდილი ძმა. წარმოგიდგენიათ მისი მდგომარეობა და ეს ადამიანები, ქალბატონ ნინელი ანდრეაძე უნდა აღვნიშნო, რომელიც ძალიან იღწვის ამ მიმართულებით და ბევრი სხვა. ესენი არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, განსაკუთრებული სულიერი სიძლიერის მქონე ადამიანები, რომლებიც თავისი შვილების მოძიების საკითხებზე ზრუნავდნენ და ასევე ეხმარებოდნენ აფხაზ დედებს შვილების მოძიებაში. 1996 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა კომისია, სახელმწიფო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ ასევე ამ ფონდი მოლოდინის წევრები და ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ავთანდილ იოსელიანი, ნაცგარდაცვლილი ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ ყველანი იცნობდით და ჩვენი მშობლები ძალიან ემადლიერებიან ბატონ ავთანდილს, რადგან მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რაც გაკეთდა მანამდე. რა გაკეთდა, ეხლავე მოგახსენებთ. აი ამ ფონდმა ძალიან დიდი შრომა გასწია. 165 ამ კომისიამ, ფონდის წევრებთან ერთად 165 ადამიანი არის გადმოსვენებული, მებრძოლი არის გადმოსვენებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ენგურსაკეთ, ძირითადად თბილისში არიან დაკრძალული. გარდა ამისა, ისინი აფხაზებსაც ეხმარებოდნენ და ესე იგი აფხაზეთიდან 236 პირი გადმოიყვანეს. აფხაზურ მხარეს გადასცეს 59 ცხედარი და 87 ცოცხალი პირი აქედან, აქ ენგურსა მხრიდან აფხაზეთში გადაიყვანეს 87 ცოცხალი ადამიანი.
გადმოსვენება, სულ გადმოსვენებულია 165 ადამიანი. გადმოსვენება ხდებოდა პერიოდულად, ეტაპობრივად და მოიცავდა 94-2001 წლებს. 2001 წლის შემდეგ 2002 წელს მოხდა ბოლო გადმოსვენება აგვიძერიდან გადმოსვენეს 6 ქართველი. მას შემდეგ მიცვალებულთა გადმოსვენება ვერ ხერხდებოდა. ამ მშობლები ეს უგზო დაკარგულთა მშობლები მაინც განაგზობდნენ შრომას არის თავს არ ზოგავდნენ იმისათვის რომ რაღაც შედეგებისათვის მიეღწიათ და 1999 2000 და 2003 წლებში შედგა ქართველი და აფხაზი დედების შეხვედრები და ეს იყო არაჩვეულებრივი შეხვედრები ისინი ძალიან დამეგობრდნენ გაუზიარეს ერთმანეთს თავის წუხილი და მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია ერთმანეთს რაც დაეხმარებოდა, მაგრამ გადმოსვენება მაინც ვერ მოხერხდა და ეს სამწუხაროდ ეს პროცესი მაშინ შეფერხდა. 2010 წელს ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩაერთო წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ინიციატივითაც საკოორდინაციო მექანიზმის ფორმატით დაიწყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები უზოკლო დაკარგულთა მოძიების საკითხების გადასაწყვეტად. ამ ფორმატის მიხედვით ამ პროცესში ჩართვა დაევალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლებისა და ტოლულთა სამინისტროს მინისტრი და მინისტრის მოადგილე იღებდნენ მონაწილეობას. მაშინდელი მინისტრი და მინისტრის მოადგილე. შეხვედრები ჩატარდა 2010 წელს 11-ში, 12-ში, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ მიუხედავად დიდი მონდომებისა შედეგები ვერ იქნა მიღწეული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მინისტრი გახდა ბატონი დავით დარახველიძე, მე პირადად 2013 წლის 4 იანვრიდან ვარ მინისტრის მოადგილე და უკვე ჩვენ დაგვევალა ამ პროცესებში ჩართვა. პირველი შეხვედრა გაიმართა 25 იანვარს. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო ძალიან რთული შეხვედრა, ძალიან მძიმე, ძალიან მტკივნეული საკითხია, თქვენ ყველას გესმით ეს და ჩვენ შეხვედრამდე მე და ბატონი დავითმა გავაანალიზეთ ყველა ეს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი, რომელიც ახლდა ამ პროცესთან და მივედით გარკვეული განწყობებით. ბატონი დავით თვითონ ბრძანდება დევნილი სოხუმიდან და მას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სოხუმისადმი. მეც არ ვარ გულგრილი, იმიტომ რომ ესეთი პირადი ცხოვრება მაქვს, რომ მთელ საქართველოს ისტორიამ ჩემს ოჯახსა და ჩემს გულზე გაიარა და ამიტომ ვერ ვიქნებოდი გუგრილი ამ პროცესების მიმართ და ჩვენ წავედით ჩვენი განწყობებით, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ წავედით იმ მთავრობის წარმომადგენლები, რომელსაც უნდა მშვიდობიანი თანაარსებობა, მეგობრობა და ერთად ცხოვრება აფხაზებთანაც და ოსებთანაც და წარმოვადგენთ იმ მთავრობას, რომელიც ძალიან დიდი უპირატესობით აირჩია მოსახლეობამ და ჩვენ ვიგრძენით, რომ ამ შეხვედრაზე, რომ ჩვენ შევხვდეთ როგორც ამ მთავრობის წარმომადგენლებს. იყო რთული შეხვედრა, ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა დამთავრდა ძალიან კარგად, იმიტომ რომ აფხაზებმა მოითხოვეს ფორმატის გაფართოება და თქვეს, რომ წელიწადში ერთხელ შეხვედრა უმაღლეს დონეზე არის არასაკმარისი და ასეთი მოლაპარაკებები, როგორიც იმ დღეს იყო, საჭიროა უფრო სწრაფად გაგრძელდეს და რაც შეიძლება ხშირად. მაგრამ ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს და წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ შეუძლია კიდევ ერთი შეხვედრის დანიშნვა და დანიშნა კიდევაც. გარდა ამ საკოორდინაციო მექანიზმს აქვს ორი დონე, მინდა მოგახსენოთ. ერთი არის, როდესაც მინისტრი და მინისტრის მოადგილე ხვდებიან, შესაბამისად აფხაზეთის მხარის წარმომადგენლებს, მან ამ შეხვედრებში მონაწილეობდა დე-ფაქტო ხელისუფლების ქალბატონი ინდირა ვარდანია. და არის მეორე შეხვედრები, სამედიცინო ექსპერტიზის შეხვედრები, სადაც მინისტრის მოადგილე არის ხელმძღვანელი და ექსპერტები ხვდებიან, ისე რომ მე პირადად 4 ჯერ შევხვდი უკვე და ბატონ მინისტრთან ერთად 2 ჯერ. მეორე შეხვედრას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხდება მაშინ, როდესაც ბატონ მინისტრის ბრძანდება ჩემთან ერთად. და მეორე შეხვედრაზე მოხდა ძალიან კარგი რამ და ჩვენ შევთანხმდით, რომ გაიხსნებოდა 2 სამარხი. აფხაზეთში
სოხუმში გაიხსნებოდა დიდების მემორიალთან არსებული სამარხი, სადაც არიან დაკრძალული გუმისთიდან გადმოსვენებული მებრძოლები. და თბილისში და ასევე აფხაზეთში გაიხსნებოდა ბაბუშერას სამარხი. ეს არის ის სამარხი, რომელშიც იყვნენ დაკრძალული 93 წლის 22 სექტემბერს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მებრძოლები. ნაწილი სულ იყო დაღუპული 93 ჩვენი მებრძოლი. ამ ნაწილი მებრძოლების მანამდე 2001 წლებში ეტაპობრივად გადმოასვენეს და დარჩენილია იქ 35 მებრძოლი. ეს ამ გადმოსვენებულებიდან 14 მშობლებმა გადაასვენეს ამოცნობილები. 14 ამოცნობილი გადაასვენეს თავიანთ საგვარეულო სასაფლაოებზე. დანარჩენები არიან დაკრძალული დიღმის ძმათა სასაფლაოზე და იქაც 21 არის ამოცნობილი და 23 არის ამოსაცნობი. ამიტომ ეხლა აი ამ ბაბუშერას ასე ვთქვათ არც კი ვიცი რა დავარქვა პროცედურაში თუ აი ამ პროცესში ამოსაცნობი და დასაბინავებელია 58 ჩვენი მებრძოლი. მინდა მოგახსენოთ რომ დიდების მემორიალის ექსჰუმაციები უკვე დასრულდა და იქ აი დღეს დილასაც შემატყობინეს უკვე ბოლო მონაცემია, უკანასკნელი მონაცემია, რომ 64 ცხედარში, რომელიც არის იქ დაკრძალული, 13 არის აფხაზი. ეს გრძელდება ეს პროცედურა და ზუსტად ვერ ვიტყვით რამდენი იქნება, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იქ ქართველი მებრძოლებიც იყვნენ. თუმცა იცით რომ სხვა ეროვნების ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ სავალალო ომში. ესეთი ვითარება მე მინდა ძალიან დიდ განსაკუთრებულად აღნიშნო აფხაზეთის აფხაზური მხარის მონაწილეების კეთილგანწყობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ აი ამ ასეთი კეთილი თანამშრომლობისათვის. ამას სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. განსაკუთრებულია წითელი ჯვარის როლი აი ამ თელს ამ აქტივობებში. ის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია იქცევა როგორც უარდგველესი მეგობარი ქართველების და აფხაზების და ეს არის ძალიან დასაფასებელი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. მოგახსენოთ მინდა იცით რომ კარგი გამოხმაურება აქვს ამ ჩვენს მშვიდობიან შეთანხმებას და საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმება საქართველოს მხრიდან ესეთ გადადგმულ ესეთ მშვიდობიან და წარმატებულ ნაბიჯებს და მხარდაჭერა გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, დიდ მადლობას მოვახსენებ მათ და ასევე ევროკავშირმა. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ გვჭირდება სულიერი ერთობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ შედეგებს. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ დამყარდეს რაღაც ჰარმონიული ურთიერთობა აფხაზებთან. საბოლოო ჯამში ამას ეს ქვია. რაღაც ეს ჰარმონიული ურთიერთობა მე არ ვიცი როდის, ძალიან მინდა რომ მალე, მაგრამ არ ვიცი როდის, მაგრამ მაინც რაღაც სამართლებრივ ჩარჩოში გაერთიანდება, მაგრამ მე როგორც ფსიქოლოგმა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ იმისათვის რომ სამართლებრივი ნორმა მოქმედებს მაშინ თუ იგი მიესადაგება საზოგადოებაში არსებულ ეთიკურ ზნეობრივ ნორმას და ეს ზნეობრივი ნორმები კი არის დაფუძნებული იმ სულიერ ეროვნულ ღირებულებებზე, რომელიც ყველა ხალხს გააჩნია და ჩვენ და აფხაზებს გვაქვს საერთო ეროვნული საერთო ღირებულებები. ამ შეხვედრების დროსაც გამოჩნდა და ბევრი საერთო ეთიკურ ზნეობრივ ნორმა. ამიტომ გვაქვს ძალიან დიდი შანსი თუ ჩვენ დავეყრდნობით ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სულიერებას თუ დავეყრდნობით და შევქმნით ისეთ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც იქნება მისადაგებული ამ ჩვენს ტრადიციულ ურთიერთობებთან, მაშინ ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, რასაკვირველია ამ თუნდაც ეთიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველას მადლობა მოუხადა ქალბატონმა ნინომ, მადლობა უთხრა ყველას და თავისთავი რასაკვირველი ნაკლებად წარმოაჩინა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ქალბატონ ნინო ამ ხნის განმავლობაში რასაკვირველია პრემიერ-მინისტრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ახლანდელი
პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მჭიდრო თვალთახედვის არეში მოქმედებდა, მაგრამ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამდენი ხნის განმავლობაში გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე არ იყო ზედაპირზე არიდო და ამისგან არ იქნებოდა რაღაც პოლიტიკურ პროპაგანდისტული შოუ. მე განსაკუთრებით მინდა ყველა დღეს სტომაში მონაწილეებს ვთხოვო, რომ რა მაქსიმალურად მოვერიდოთ პოლიტიკური გარკვეული ატრიბუტიკის დაკიდებას სიმძიმედ აი ამ თემის მიმართ. მადლობა მინდა უთხრა აგრეთვე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მონაწილეებს, რომელიც მთელი გულით და სულით და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებებში და შემდეგ ეს ესტაფეტა გადასცეს ახალი ხელისუფლების მონაწილეებს. რასაკვირველია განსხვავება მიდგომებს შორის არსებობს და მეტი თქვათ ნდობის ატმოსფერო მეტია დღეს, მაგრამ ეს არ არის გამოწვეული თქვათ ადამიანის პიროვნული დამოკიდებულებისადმი ამ საკითხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩართული იყო თუნდაც წარუმატებლად ამ მოლაპარაკებებში, გულით, განწყობით, ენთუზიაზმით, თავის პატრიოტიზმით, ქართველობით თუ ინტერნაციონალური შეგრძნებით, რომელიც ჩვენ გვასწავლა ჩვენმა წინაპარმა, თუნდაც ვეფხიდან მოყმის ეპოსმა, თუნდაც ვაჟა-ფშაველამ, ნებისმიერმა შოთა რუსთაველმა იგივე პატივისცემით იყო გამშვალული იმ ტრადიციების მიმართ, რაც გააჩნიათ აფხაზებს. ჩვენს ძმებს ხშირად ვამბობთ ამ სიტყვას, მაგრამ აი ეს ერთ-ერთი გამოხატულება სასიხარულო კიდე განსაკუთრებით იმითია დღევანდელი დღე, რომ ერთ-ერთი გამოხატულება აი ამ ჩვენი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური შეფუთვით წარმოდგენილი პოზიციისა, რომ აი ჩვენი აფხაზი ძმები, სწორედ აი ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოხატულება ამ ჩვენი დამოკიდებულებისა. გარდა მაგისა მოგაგონებთ ყველას, სანამ შეუდგებით კიდე ამ თემაზე მსჯელობას, მოგაგონებთ ყველას, რომ ჩართულები არიან ამ მოლაპარაკებაში და არ წყდება ეს მოლაპარაკების რაიმე შედეგთან ვერ მიხვდათ თუ არა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზური მხრიდან ქალბატონები და უამრავი ოჯახი არის ჩართული კიდევ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რაც პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მაშინ თქვი, რომ ქართველ და აფხაზ დედას, ქართველ და ოს დედას წრემლი აბსოლუტურად ერთი და იგივე შემადგენლობის გააჩნია. ასე რომ ეს ფასეულობა, რასაც ქვია მემკვიდრეობით რაც მოდის, დამოკიდებულება თუნდაც მეომრების მიმართ, რომლებმაც შეიძლება ერთმანეთს ესროლეს და დაღუპულები, რომლების ნაწილი აქ არის დაკრძალული, ჩაბარხული იმათი შვილები და ახლობლები და ისინი ქართველები, ვინც იქით არიან, შეიძლება გუშინ მტრებად უყურებდნენ ერთმანეთს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მემკვიდრეობით ეს სწავა. რასაკვირველია პოლიტიკური შემადგენელი ამას ახლავს, მაგრამ ეს ნიშანი მოლაპარაკების ეს შედეგი, რაც დღეს გვაქვს, ჩვენ ამას არ გამოვიტანეთ განსასჯელად. კომისიები თუნდაც შეიძლება დახურულ ფორმატში გვემსჯელა და ალბათ ეგრეც მოხდებოდა, რომ არა უკვე მიღწეული შედეგი, რომ არა ის რაზეცაც უკვე მინისტრმა დარახველიძემ და აფხაზური მხრიდან ვიცე-პრემიერმა ინდირა ვარდანიამ მოაწერეს ხელი, არსებობს უკვე შეთანხმება და არსებობს კონკრეტული ვადა, როდესაც ეს შეთანხმება შესრულდება. აქედან გამომდინარე მე ეხლა პატივი მაქვს თქვათ უკვე გავხსნა დებატები თუ შეიძლება ამ თემაზე. მე ხედავ ძალიან ბევრ დევნილს, როგორც ჩვენი აპარატის თანამშრომელებს, ასევე კომიტეტის და კომისიის წევრებიდან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მეტად განიცდიან, ვიდრე შეიძლება ვიღაცა სხვა, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ერთობლივი თემა. გასრავთ, გამომრჩა რაღაც თუ შეიძლება რომ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა, რომ აი ამ კეთილგანწყობის შემდეგ ამ ატმოსფეროს შემდეგ წითელმა ჯვარმა ორი მებრძოლი უკვე გადმოასვენა. გადმოსვენებული არის ამოცნობილი და გადმოსვენებული არის მშობლიურ კუთხეში ფოფხაძე გიორგი ფოთიდან და გაჩეჩილაძე რამაზე ახალციხიდან. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა წითელ ჯვარს. მადლობა.
ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, ხა მოვისმენთ ბატონო გია თქვენი სენტენციები, ამასთან დაკავშირებით მესმის ბუნებრივი ემოციები. განცდები გზნობები, მაგრამ მესმის ბუნებრივია, თუმცა არ ამგონი ამ დავასრულებ თუ შეიძლება. არ ამგონი ამ ჭრილში უყურებდეს რუსეთის ფედერაცია ამ ვითარებას. ერთი კითხვა მაქვს ძალიან მარტივი, ხო, თავისთავად შეიძლება პოზიტიურად შევაფასოთ ზოგადი ფონი. აი როცა ვსაუბრობთ ვიცე-პრემიერ, ეგრეთ წოდებულ ვიცე-პრემიერ ვარდანიაზე. სთან კომუნიკაციაზე. რა სტატუსით ვსაუბრობთ მასთან, აი როცა ეს ოფიციალური შეხვედრები, კომუნიკაცია გოგა, ის მაინტერესებს, რომ რამოდენიმეჯერ ახსენეთ თქვენ ვიცე-პრემიერი ვარდანია, ვიცე-პრემიერი ვარდანი, რომელიც თავის რეალობაში ვიცე-პრემიერი არ არის, იმიტომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთი არ არის. ხო, არ ხალბატონმა ახსენე. აი მოლაპარაკების დროს რა სტატუსია, ეს მაინტერესებს უბრალოდ. ჯერ ერთი მე ვთქვი, რომ ეს არის დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი და მოლაპარაკების დროს არის აფხაზეთის წარმომადგენელი, რომელიც არის მოწვეული წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მე ვთქვი, რომ ეს არის საკოორდინაციო მექანიზმი, შემუშავებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ხელმძღვანელი თავმჯდომარე ამ მექანიზმის არის წითელი ჯვარი და არის ორი მხარე მონაწილეების. დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ქალბატონი უაღრესად პატივსაცემი ადამიანი ქალბატონი ინდირა ვარდანია და დანარჩენი მეორე მხრიდან უკვე მოგახსენეთ. ანუ აი ამ საკოორდინაციო საბჭოში ეს ქალბატონი მოწვეულია როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი წითელი ჯვრის მიერ თუ უბრალოდ წითელი ჯვრის მხრიდან ვიმეორებ, წითელი ჯვრის მხრიდან მოწვეულია როგორც აფხაზეთის მხარის წარმომადგენელი. დიახ. სხვათა შორის ისე ომამდე მხარეები აწერდნენ ხოლმე ხელს და კარგი იქნებოდა რომ აი ამ შეთანხმებებს არაოფიციალური სტატუსი იქნა მოფიქრებული მოსახერხებელი პოლიტიკურად მაშინ რომ მივყოლოდით შეიძლება ეს უბედურება არ დაგუმართლონდა. ბატონო ვიქტორ გთხოვ. შეიძლება რაღაც დავამატო შეიძლება ერთი წუთით რა. დიდი მადლობა ბატონგია თქვენ ინიციირებისთვის ამ შეხვედრის სხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ძალიან ისეთი გულთან ახლოს მისატარი მტკივნეული ხო თქვენ ქალბატონო ნინო ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის ეხლა მოცემულობა რაღაც ესეთია ხო საკმაოდ რთული მიუხედავად იმისა რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ეს ტერიტორიები და ეს აქსიომა და გასაგებია ყველას კარგად გვესმის ჩვენ აფხაზებთან ოსებთან თუ არ დავიწყეთ რეალურად დიალოგი პირდაპირ და იმაზე არ ვიფიქრეთ რომ მარტო ტერიტორიებზე არ არის აქ საუბარი ეს ამ ხალხის რეინტეგრაციაზეა საუბარი პირველ რიგში ერთიან სახელმწიფოში ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ ამ რეალობას მე ვფიქრობ კარგახანია მოწყვეტილი ვართ და მივედით კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე ამიტომ ამის აღქმა ამ რეალობის სანამ არ გვექნება ძალიან გაგვიჭირდება საერთოდ რეალური ნაბიჯების პრაგმატული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობ ამ შემთხვევაში და ეს თემა თქვენ რითიც ხართ ახლა დაკავებული ქალბატონო არის ალბათ ყველაზე ისეთი თემა რასთან დაკავშირებითაც იგივე აფხაზებს იგივე ოსებს და იგივე ქართველებს ხო ყველაზე მეტად ხელშესახები ისეთი სენსიტიური ძალიან გრძნობიარე თემა რომ არ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით რაღაცა გაიყოს აზრები იმას ახლა ამ შემთხვევაში დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერს დავარქვათ თუ ნებისმიერ სხვას რა თქმა უნდა სტატუსებს აქვს მნიშვნელობა და ამაზე ფიქრიც მნიშვნელოვანია მაგრამ მე მგონი უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაზე რაღაც შედეგებზე ვიფიქროთ მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ეს მცირე კომენტარი ჩემი რაც შეეხება კითხვას სამომავლოდ მაინტერესებს როგორ ფიქრობთ აღნიშნული საკითხის განხილვას და ეს იქნება რაღაცა ერთგვარი ქართულ-აფხაზური პირდაპირი კომუნიკაცია თუ შესაძლებელია იგი რაღაცა საერთაშორისო ჩარჩოებში ჩაჯდეს და მაგალითად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესშიც ვიფიქროთ რომ იგივე თქვათ რაღაცა მექანიზმები არსებობს სხვადასხვა და საერთაშორისო ჩართულობა აქედან გამომდინარე რამდენად დაგეხმარებოდა თქვენ იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ წითელი ჯვარი თქვენ ახსენეთ ამერიკის საელჩო ძალიან კარგია რომ ეს ჩართულობა არის თავისთავად მაგრამ იგივე თქვათ ევროკავშირი ეუთო და ამგვარი ფორმატების გამოყენება რამდენად ესეთი ხელსაყრელი იქნებოდა თქვენთვის შედეგზე თქვათ ორიენტირებულობის თვალსაჩინო დიდი მადლობა დიდი მადლობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ჰუმანიტარული საქმიანობა და არ უნდა იყოს გაიგებული პოლიტიკურ საქმიანობასთან. და
გრძელდება შეხვედრები ეს წითელი ჯვრის კიდევ გავიმეორდები წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის შექმნილი ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი და შეხვედრები გრძელდება 30-მდე სამარხი არსებობს და გაგრძელდება მუშაობა მანამ სანამ ყველა გზოვლოდ დაკარგული მებრძოლი თუ სამოქალაქო პირი არ იქნება ნაპოვნი. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მაგალითად გამოხატა მზადყოფნა, რომ ტექნიკური დახმარება გაუწევს თვითონ ამ ბაბუშერადან გადმოსვენებული ბიჭების აი ამ პროცედურას. ტექნიკური რაღაც სხვადასხვა დეტალებია სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზის სამუშაოებია ჩასატარებელი და აი ამ პრაქტიკულ სამუშაოებში გვეხმარებიან. ეს არის. ამიტომ ეს ფორმატი უკვე განსაზღვრულია და ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ისე რომ აქ მათი გადასაწყვეტია არასოდეს არ უთქვამთ, რომ სხვისი ჩართვა უნდათ. ეს არის ფორმატი, რომელსაც ხელმძღვანელობს წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება და ახვედრებს ორი მხარის წარმოადგენლებს. იმ მხარის წარმოადგენლებს, რომელსაც ყავთ დაკარგულები უგზო-უკვლოდ აი ამ ომის შედეგად. ასეთია, მადლობთ. ბატონი მალხაზ ვახტანგაშვილი, შემდეგ ბატონი ბიძინა გუჯავიძე. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო ნინო. 2008 წლის ომის შემდგომ ტრაგიკულად განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა ის, რომ ცხინვალში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ეგრეთ წოდებული მუხნარის ტერიტორიაზე არის ძმათა სასაფლაო 2008 წლის ომის დროს დაღუპულების. იქ არის რამდენიმე ათეული ქართველი ვაჟკაცი დაკრძალული. ამ მიმართულებით ხო არ ფიქრობთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა და ამ მიმართულებით როგორ არის წითელი ჯვარი წარმოდგენილი აი ამ ძმათა სასაფლაოების, ანუ ვთქვათ, კოლექტიური დაკრძალვის ცენტრებიდან გამოყვანის თაობასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. მოგახსენებთ, რომ 2008 წლის შედეგებზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაშინაც ეგრე იყო თავიდან ომის შემდეგ და დღესაც გრძელდება და აქ ბრძანდება ბატონი ოთარ ჭელიძე, რომელიც ხელმძღვანელობს ამ საქმეს და თუ შეკითხვა ალბათ მისი მისამართით არის. მოგესალმებით, მინდა უბრალოდ პატარა შევიტანო ამ იმაში, ათეულობით ნამდვილად არ არის, რადგან დღესდღეობით 2008 წლის შემდგომ 3 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული და 5, ასე ვთქვათ, თავდად სამინისტროს თანამშრომელი და რამოდენიმე ათეული, ასე ვთქვათ, სამოქალაქო პირი. მთლიანობაში ეს არის დაახლოებით 35 ადამიანად. ამ მიმართულებით რასაკვირველია მუშაობთ, მაგრამ ეს ფორმატი მე მგონია ჩვენ საუბრობთ მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებაზე და ეს თემაზე ალბათ ცალკე იქნება და ცალკე ვისაუბრეთ შემდგომში. იმედი მაქვს, რომ მომავალი თვის ბოლოს ამ საკითხებზე გვექნება შეხვედრა შესაძლოა დახურულ ფორმატში. ალბათ მე ქალბატონინოს მადლობა მინდა ვახსენო ჩემი მხრიდანაც, ჩვენი მხრიდანაც ძალიან კარგი მუშაობაა წამოწყებული და როგორც ხედავთ უკვე შედეგი მცირე, მაგრამ მაინც საწყისისთვის ძალიან კარგია. მეც იგივე შეკითხვა მინდოდა, რაც ბატონმა ვახტანგიშვილმა და უბრალოდ რაღაც ახლა რადგან პასუხი გასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მე მგონი შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს თავის სპეციფიკით. თქვენი ჰუმანიტარული მისია სულ სხვა არა, ყოველ შემთხვევაში ამასაც მოიცავს, რა თქმა უნდა, გადმოსვენებას, საფლავების აღმოჩენას და შემდგომში ღონისძიებებს, მაგრამ მაინც ჰუმანიტარული რადგან ქვია, იქნება თქვენს სამაჩაბლოს მიმართულებით რაღაც ღონისძიებები ჩაატაროთ. ან თუა დაგეგმილი, მადლობთ. შეიძლება უფრო ფართოდ ვთქვათ ამ თემაზე ზოგადად რა, საქმე იმაშია, რომ ჯერ მიმდინარეობს წინასწარი საკმაოდ ისეთი სკრუპულოზური საექსპერტო საქმიანობა და შემდეგ წითელი ჯვრის და სხვა ჰუმანიტარული შუამავალი ორგანიზაცია, რომ ნაკლებად მიეცეს ამას პოლიტიკური მხარეებთან ერთმანეთში ურთიერთობის საკითხი, მერე ერთვება. აქედან გამომდინარე, ჯერ აი ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ცოტა იქით სხვა ვითარებაა სოხუმის მხარეს, ცხინვალის მხარეს, ცოტა სხვა ვითარება, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი.
გთხოვთ. დიდი მადლობა კალბატონო ნინო. ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის გახსენება იმ მომენტების, რაც მოხდა. ძალიან კარგია, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყო, ყინული დაეძრა. მე ვფიქრობ, უფრო დაახლოებს აფხაზ და ქართველებს და ოსებს ეს მოლაპარაკებები. მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, წინ კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება, მოლაპარაკებები. მაინტერესებს, ამ მოლაპარაკებებში არის რამე ხელშემშლებელი პირობები საქართველოს მხრიდან, რა თქმა უნდა, არ იქნება არც აფხაზეთის, მაგრამ თუ არსებობს ისეთი მხარე, რომელიც ამ მოლაპარაკებებს უშლის ხელს. დიდი მადლობა. იცით, ჩვენ ისე მუშაობთ, რომ არ გვეხება ვერან ვერ შეგვიშლის ხელს, იმიტომ რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ჩვენ მუშაობთ წითელ ჯვართან ერთად და ეს პირველი შემთხვევა არის, რომ ხო. ეს ფორმატი ძალიან მარტივია და გაწერილია. და მუშაობთ ამ ფორმატის მიხედვით. და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჰუმანიტარული საქმიანობა. და ვიღებთ მონაწილეობას ამ ჰუმანიტარულ საქმიანობაში. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროც არის ჩართული ჰუმანიტარულ, გარდა იმისა, რომ მათ თავისი ფუნქცია აქვს და დანიშნულება, რა თქმა უნდა, აი 2002 წლის ომის შედეგებზე, როგორც ჰუმანიტარული საქმიანობის მონაწილე, ესე არის ჩართული. გარდა იმისა, რაც თავად სხვა ევალებათ მათ. სრული იმის შემოტანისათვის, რა ხა შინაგან საქმეთა სამინისტრო რა თავის სპეციფიკის გათვალისწინებით, ახლა აქ ტექნიკური საშუალებების მოზიდვა, საექსპერტო საშუალებების მოზიდვა, თუნდაც დაცვა პროცესების რაღაც არის ისეთი თემები, მაგრამ ეს არ ეხება უშუალოდ თქვათ ძალოვანი სტრუქტურის თვალსაზრისით არ განიხილება მისი მონაწილეობა. ამ პროცესებში ხელი შემცველი მეზეზები იყო, რასაკვირველია, რაც მიდიოდა პროცესი, რაღაც თემები უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან და ჰუმანიტარულმა, როგორც კალბატონო ნინო განმარტავს, ჰუმანიტარულმა თემამ იმარჯვა და თუნდაც იმ ემოციამ, თუ სენტენციამ, თუ როგორც არის, იმან იმარჯვა და საღმაზმა გაიმარჯვა, რომ ჩვენ ასე თუ ისე საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი განვითარების წინაპირობა გაგვიჩნდა და ისინიც გრძნობენ ამას, ვისთანაც ვლაპარაკობთ და ჩვენც აი ამის გრძნობის არარსებობა იყო მთავარი ხელშემშლელი მიზეზი ბატონიშვილთა გრძნობის დამოკიდებულების არარსებობა, რაც შეიცვალა, ვფიქრობ, ძირეულად ვერ შეიცვლება კარგა ხანს, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკოსების საფიქრი და გადასაწყვეტია. უნდა მოგთხოვთ. უპირველესად მადლობა მინდა გადავხადო მოხსენებელს, რომელსაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ერთობ მტკივნეული და ასე გაჭიანურებული პრობლემის შესახებ. სიტყვა გაჭიანურებული შემთხვევით არ გითხარით, უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ გადმოსვენებულთა რაოდენობას და უგზო-უკლო დაკარგულთა რიცხვს, უნდა შევაფასოთ, რომ საერთოდ ამ დროის განმავლობაში მუშაობა საკმაოდ არაეფექტურად მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც ამ პრობლემის გადაწყვეტაში იღებდა მონაწილეობას, არც ენთუზიაზმი აკლდა და არც დიდი ძალისხმევა, მაგრამ ალბათ რაღაც აკლდათ, თორემ 20 წელიწადი ძალიან დიდი დროა და გადმოსვენებულთა რაოდენობა ამ დროში ძალიან ცოტაა. თუ გავითვალისწინებთ, არც ისე შორეულ წარსულში იქნებათ პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის განსაკუთრებით 39-41 წლების ევროპის თეატრში დაღუპულთა გადმოსვენების საკითხს და მით უმეტეს დღეს ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობებისა და მხარდაჭერის ფონზე ვფიქრობ, მეტი აქტიურობა იყო საჭირო და იყო შესაძლებლობა მეტისთვის მიგვექცია. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სამინისტრო მეტი ძალისხმევით მოეკიდება ამ საკითხს და თქვენს მიერ უკვე მადლობა გადახდილი ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისოების მე თანადგომას გამოიჩენენ და როგორ საკითხი დროზე გადადის, რაც დრო გადის, მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხის გადაჭრა უფრო რთული და შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც გახდება. კითხვა არ იყო, მხოლოდ აზრი მოგეხსენეთ.
თავარია რა, ესე პირველი ეტაპია რა, მე გზა და გზა, ვთქვათ, ავატიებს ხალბატონინო, მან მეტი იცის გაცილებით ამ თემაზე, მაგრამ თავსი კავებს გარკვეული თემების მე რაღაცას უშვებ, რომ შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე ეს ბაბუშერას საკითხი, რომელიც ამდენი ხანია ჩვენ საზოგადოებაში ესოდე მტკივნეულ თემად ისმის, თუმცა სხვებიც არის. და სოხუმის ცენტრში დიდების მემორიალი, როგორც მას თვითონ აფხაზები უწოდებენ პარკსლავი, ის გაიხსნება. საქართველოს იურისდიქციის მხარეს ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე კიდე რამოდენიმე სამარხია, ეხლა არ არის ამ თემაზე დაზრუნდება შეიძლება შესაძლებელი რა მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ დიღმის ძმათა სასაფლაოზე არის ესეთი მოსაზრება და ალბათ დაზუსტებული უკვე იქაც შეიძლება გაიხსნას და შემდგომი ეტაპი იწყება მე უკვე მინისტრთა საბჭოს ტერიტორიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ამ გზაზე კიდე დგინდება სამარხები შესაბამისად მუშაობა მიდის ცხინვალის მიმართულებითაც ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც არ მინდა რამე სიტყვას ვიღაცას მივცე საშუალება იკითხარეს რომ ამ სიტყვამ შეაფერხოს პროცესი აქედან გამომდინარე ნელ-ნელა თქვათ ის თემაც წამოიწევს ასე რომ ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა ბევრი მეგობრები შემოვიდნენ რომ არა უკვე ხელმოწერილი ოქმი ამ შეთანხმება კონკრეტულ ვადებზე და კონკრეტულ სამარხებზე ჩვენ ამ საკითხს დღეს ყოველ შემთხვევაში ღიასვთომაზე არ გამოვიტანდით. ბატონ გუბას თქვენ მადლობთ ხალბატონ ნინო ძალიან საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი მე ბატონ დემურს დავეთანხმები რომ ძალიან გაიწერლა ეს პროცესი არაბუნებრივად გაიწერლა ფიქრობ ამის მიზეზი იყო ზუსტად ის რომ ამ ჰუმანიტარული მიმართულებაში დომინირებდა პოლიტიკური საკითხები ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ მაქსიმალურად დავიცვათ ეს პროცესი პოლიტიკური საკითხებისგან და თუნდაც ის რაც დღეს ჩვენმა კოლეგამ გითხრა რომ თურმე შეხვედრის დროს ადამიანს უნდა კითხო აფხაზეთის ვიცე-პრემიერია თუ არ არის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ზუსტად ეს აფერხებდა ამას აქამდე ამიტომ ვფიქრობ რომ ეს პროცესი რომელიც დაწყებულია წითელი ჯვრის მეშვეობით თუმცა მე ვთვლი რომ ეს შეიძლება გაცილებით ადრე გაკეთებულიყო და შეიძლება თვითონ აფხაზებისა და ქართველების მიერ განხორციელებულიყო ეს მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდებოდა მაგრამ არაუშავს თავარი ეს პროცესი დაიწყო მე შეკითხვაც მქონდა მაგრამ პრინციპში ესე კითხვა დაისვა და გაიცა პასუხი რა არის თავარი შემოფერხებელი აღმოჩნდა რომ ისევ არის პოლიტიკური საკითხი მე ვთვლი და მოუწოდებ ყველას რომ ეს საკითხი ისეთი საკითხია რომ ჩვენ მოვალეობა იგივე დეპუტატების მოვალეობა არის რომ დავიცვათ ჩვენ ეს საკითხი პოლიტიკური ელფერის მიცემისაგან იმიტომ რომ არის ოჯახები, არის გარდაცვლილები, არის ცოცხლები, არის შთამომავლობა და მათთვის ყველაზე მთავარი არის რომ თავისი მიცვალებულები მიაბარონ მიწას, გინდა აფხაზებმა, გინდა ქართველებმა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ორივე დანაკარგი არის ჩვენი საერთო დანაკარგი. სანამდე ასე არ ვიაზროვნებთ, სანამდე ასე არ მიუდგებით ამ საკითხს, კიდევ გაიწერება ეს პრობლემა. მადლობთ უკაცრავად. ბატონ მერიანს აქვს შეკითხვა რა თუ არ ვწდები? მე ორი შეკითხვა მაქვს ხალბატონ ნინოსთან. პირველი ექსპერტიზას ვინ ჩაატარებს, რომელი ლაბორატორიები იქნება ამ საქმეში ჩართული და იქნებ კონკრეტული შეიძლება არა, მაგრამ მიახლოებითი ვადა მაინც დაგვისახელოთ, როდის დაიწყება ეს პროცესი. მადლობთ. ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობის გამო ბოდის ვიხდი დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, როდის და თარიღებზე და რიცხვებზე, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ექსპერტიზაში ჩართულია ჩვენი ეროვნული ლევან სამხარაულის სახელობის
ბიურო, ექსპერტიზის ბიურო და ზაგრების ექსპერტიზის ბიურო ეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო არჩეული ნეიტრალური როგორც ნეიტრალური ექსპერტები არგენტინელები ყავთ ჩამოყვანილი და შედეგები შეჯამდება ორგვარი შედეგი მაშინ ვიტყვი რომ ორნაირი ანალიზის შედარება არის საჭირო არის დნმ მშობლების და ანთროპოლოგიური ანალიზის პასუხები გარდაცვლილების და აი ამ შედარება აი ამ ანალიზების მოხდება ზაგრების ლაბორატორიაში და წითელ ჯვართან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ ომის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ისეთი არაჩვეულებრივი ორგანიზაციაა ცნობილია ეს რომ ომის მიმდინარეობის დროს ეხმარებიან ადამიანებს ამიტომ არ უნდა იყოს არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ამის შემდეგ 20 წელია გასული და შემდეგ ამ საქმიანობით არის დაკავებული ეს არის კეთილშობილი ორგანიზაცია და უგროვესი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო მასას და იმ შეხვედრის ყველა მონაწილეს რომელსაც გაცნობიერებული ქონდა ამ ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობა. დიდი მადლობა. კალბატონი ლელა, შემდეგ ბატონი როლანდი. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ბატონ გია სტუმრად მოწვევისთვის, მივესალმები აქ დამსწრე საზოგადოებას და მინდა მოგილოცოთ ეს წარმატებული ნაბიჯი. მე უკვე რაღაც იმედი გამიჩნდა რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ფაქტურად 13 წლის შემდეგ ამხელა რაღაცა გაკეთდა. ეს არის მე ვთვლი რომ მართლაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, დრო ამართლა პირდაპირ დიალოგი დავიწყოთ ჩვენს მოწმე ხალხთან და არ იყოს ეს მართლა ჰუმანიტარული საკითხებით და თუნდაც პირველ რიგში ეს ყველაზე მტკივნეული თემა, მაგრამ სასიამოვნოთ ასე ვთქვათ აღსაქმელი, იმიტომ რომ რაღაც ყინული და გალღვა მართლა ჩვენ შორის და მინდა წარმატებები გისურვოთ ქალბატონიო და დიდი მადლობა რომ დღეს ასეთი სასიამოვნო ინფორმაცია მოვისმინდა და დადებითი ემოციები წავალ დღეს თბილისში. მე თვითონ დევნილი ვარ, აფხაზეთიდან ვარ და ნდობის აღდგენა ჩვენს მოწმე ხალხთან და სოხუმში დაბრუნება ჩემი ოცნებაა და დღეს იმედი ჩამისახა რომ ეს ნამდვილად მოხდება და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს არის მხოლოდ ერთი წერტილი, ასე ვთქვათ, დიდი უზარმაზარი საქმის და უბრალოდ აღნიშნეთ, იმიტომ რომ ფაქტია უკვე, მაგრამ საქმე ძალიან ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი და დიდი იმედი მაქვს რომ გაკეთდება და რაც შეეხება დაშინებებს კიდე არ გვეშინია დაშინებებს. ამ საკითხებში ჩვენს აფხაზეთის მთავრობა ჩვენ წვლის შევიტანთ აუცილებლად და ერთად უნდა მივახციოთ იმ ჩვენს გამარჯვებას. უღრმესი მადლობა. როლანდ კოპალიანი მინდა შეგახსენოთ რომ სუბტროპიკული ინსტიტუტის რექტორი იყო რომელიც გადმოვიდა საქართველოს გადმოსვლის შემდეგ რატომღაც გააუქმეს და შეუერთდა საქართველოს ტერიტორია იურისდიქციის ქვეშ ტერიტორიას გადმოსვლის შემდეგ რატომღაც გააუქმეს და შეუერთეს წერეთლის სახელობის ინსტიტუტს ქუთაისში. იდეა იმაშია და გუშინ განვიხილეთ ეს საკითხი, სწორედ მაგ თემაზე ქონდა მსჯელობა, რომ არსებობს უნიკალური გამოცდილება ამ ინსტიტუტის, რომელიც დღეს ქუთაისშია, უნიკალური გამოცდილება და აფხაზებს აქვთ დიდი სურვილი დაეწაფონ ამ გამოცდილებას, ამ ცოდნას, რომელიც საშუალებას მიცემს მათ, რომ ეს ბიზნესი იქნება, საქმიანობა, რომელიც ჭირდება თუნდაც სუბტროპიკებით ყველაფერი რომ დაიკარგოს სუბტროპიკული ზონა და ამ კულტურების მოვლაპატრონობას მაინც უამრავი აფხაზია რომელსაც აქვს სურვილი ისწავლოს და მაგრამ უნიკალურია იმდენად რამდენადაც ჩვენთან იყო და კიდევ ფლორიდაში თუ არ ვცდები კალიფორნიაში იყო თუმცა ფლორიდაშიც რო ყოფილიყო ხო ამის ეს არ იქნებოდა კალიფორნიაში და ეს შესაძლებლობა აღარ არსებობს. იქნებ ჩვენ ამ თემაზეც ვიფიქროთ, ხო და გთხოვთ ახლა კომენტარს. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მე დღეს მართლა არ ვაპირებდი გამოსვლას, ჩემი ხაზრების გამოთქმას, მაგრამ მე როგორც სოხუმელი ადამიანი, მართლაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექტივში გაიარა უამრავმა ადამიანმა, რომლებიც ჩართული იყო აი ამ პროცესებში ბუნებრივია
და კარგად გვესმის, რაოდენ დიდ ტკივილთან აქვს საქმე საზოგადოებას, უდესაც საქმე ეხება დაღუპულ ახალგაზრდას და ისიც უპატრონოდ და უგზუღუკლოდ დაკარგულს. ჩვენი წესით და ტრადიციით და ადათით ბუნებრივია შვილს სწირავს დედა მხოლოდ სამშობლოსათვის, მაგრამ თუ კი საკითხი ორ მოძმე, ორ მეგობარ, ორ ძმას შორის ხდება მესამე ძალის სპეცსამსახურების გამოყენებით, აქ შესაძლებელი არის რომ მოინახოს შეხების წერტილები ერთმანეთთან, ისე რომ თუნდაც მიცვალებული ყავდეს მიბარებული მიწას და შეეძლოს მან თავისი წესი და ადათი და ტრადიცია შეასრულოს. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ქალბატონ ნინოს დღევანდელი მოხსენება მართლაც რომ მძიმე არის, ტკივილით ახსოვსი არის და ბუნებრივია თავადაც ეთყობა მოხსენებას, რაოდენ დადგმული არის, ასეც უნდა იყოს ეს. ამიტომ ქალბატონო მე მადლობა მინდა გითხრა თქვენ იმისათვის რომ დღეს ეს საკითხი გახსენით, ამ საკითხს პერსპექტივა გაუჩინეთ. მე არ დაგემალავთ ბატონო გიორგი რომ 22 სექტემბერს ჩვენ თვალწინ მოხდა ის რაც მოხდა, ის ავიაკატასტროფა და აბსოლუტურად შეუძლებელი იყო მაშინაც კი დაღუპულების ამოცნობა, ეს იყო აბსოლუტურად დამწვარი ეს გვამები შეიძლება შევხვდით ცვალებულები. ამიტომ ქართველისთვისაც, აფხაზისთვისაც ეს საკითხი პოლიტიკური საკითხი არ უნდა იყოს. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც ადვილად მისაწევი და გასახორციელებელი არის, თუკი ტექნიკური საკითხი არ შეუშლის ხელს. მე რადგანაც ვიცი, მოცნობის საკითხი არის ძალიან რთული და დროში გაწერილი პროცესი. ამიტომ რადგანაც ყინული დაიძრა, იმედია რომ ეს საკითხი კიდევ უფრო წინ წავა და მადლობა ქალბატონო დღევანდელი მოხსენებისათვის. მადლობა ბატონო გიორგი თქვენ. მგონია რომ მადლობა უნდა უთხრათ, მოუხატოთ არასწორია ხო ქართულად. დაუხადოთ. თბილისიდან ჩამოსულებს უპირველეს ყოვლისა. რთული თემაა, რომ წამოხვიდე მთელი დღე, როდესაც ყოველ წუთიერი სამუშაო აქვთ, როგორც სამინისტროში, ერთში მეორეში, ასევე ქალბატონ ნინოს მადლობა უთხრათ, მაგრამ სამადლობელოც არაფერი არ არის. ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და სამინისტროს ვთხოვთ, რომ ეს თემა უკვე შეიძლება, ვთხოვთ რა თქვენ ციცით, თქვენი საკითხია იმ სტრატეგიულ მიმართულებებში, რაზედაც ახლა ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ და ალბათ სადღაც ჩვენ უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ გაზაფხულისთვის განათლების თემა, რაზედაც გუშინ ვიმსჯელეთ, ამასთანავე ჯანდაცვის თემაზე ვიმსჯელეთ, უამრავ ჰუმანიტარულ ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ვიმსჯელეთ. საგარეო საქმეთა კომიტეტი აქ იმიტომ არის, რომ ამოიღოს ის თემები, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში გამოადგება სასაუბროდ ჰუმანიტარული მიმართულებებით, სწორედ და ნელ-ნელა ჩავსვათ ეს ყველაფერი, მოვაქციოთ სტრატეგიულ გეგმაში. დაახლოებით ყველამ ერთად თქვათ ბატონ გუბას ანიგიძის კომიტეტშიც იხილება რაღაც საკითხები, რომელიც კავკასიურ თემებთან არის, დიასპორის თემებთან არის დაკავშირებული. რაღაც ჯანდაცვაზე და განათლებაზე ვისაუბრე. ეს ყველაფერი ერთად უნდა შეიკრიბოს და ჩამოყალიბდეს სვლაგეზი, ანუ საგზაო რუქა, როგორც ეძახიან, რომელიც შესრულებადი რამდენად არის, უკვე დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ დამოკიდებულებაზე და თუნდაც მორალურ მზადყოფნაზე ვიმოძრაოთ იმისკენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აღდგეს და არ ვილაპარაკოთ მარტო იმ ინტერესზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. გვახსოვდეს, რომ იმ მართულ ხლართის მიღმა არსებული ხალხი არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე მართულ ხლართის აქეთ ყოფნი. მათი განწყობები, მათი დამოკიდებულება თემისადმი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. არსებობს სოფლიო პოლიტიკური, რეგიონალური პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს და ბევრი კონფლიქტური თემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ გავჩერდეთ და ველოდოთ სანამ ის დაინგრევა, ის გარდაიცვლება, ის რაღაც, ეს არასწორი მიდგომა გონია. რომ რახან ესე გონია და რახან ეს განწყობა არსებობს ჩვენში, ალბათ შედეგიც
ის არის რომ ნდობის ატმოსფერო იქმნება რაღაც თემის ირგვლივ. ქალბატონ ნინოს ასევე და ბატონ დარახველიძეს მინისტრს დავით დარახველიძეს საგანგებო მადლობა უნდა უთხრათ და აქედან ჩვენი სიმპათიები შეუთვალოთ de facto როგორც ჩვენ ვამბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პიროვნებებს აფხაზური მხრიდან ხაზგასმით ვამბობ საერთაშორისო ორგანიზაციებს ასაკვირველი აფხაზური მხრიდან ვინც ჩართულები არიან და მიუძგნენ ადამიანურად თემებს და ეს თემები არ დატვირთეს პოლიტიკის ძიმე იმითი რა ქვიან პოლიტიკის სიმძიმეებით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრა აუცილებელი იყო, საჭირო იყო. ბატონ დავითხოთ. ძალიან დიდი მადლობა სწორედ იმ კონტექსტში, რაზეც ახლა ბატონი გიორგი საუბრობდა, ხელშემწყობი პირობები არის ნდობის აღდგენისთვის, თუნდაც იმის გამო რა ხალხი არის ერთი და მეორე მხრიდან დღეს ამ საქმის მონაწილე და სათავეებთანაც მეტნაკლები ინტენსივობით ყოველთვის მიმდინარეობდა ეს პროცესი, ომიდან დაწყებული. ალექსანდრე ანქვაბე აფხაზური მხრიდან, პაატა ზაქარიაშვილი ქართული მხრიდან, გია ბარამიძე იყო აქტიურად ჩართული ომის დროს, ხდებოდა გაცვლა ტყვეების ძალიან მძიმე და სახიფათო პირობებშიც და ხდებოდა გადმოსვენებებიც. მე სხვადასხვა დროს ამის შეჩერება იყო, ამას იმიტომ ვახსენებ, რომ აი ეს რაზეც ბატონმა გიორგემ მიანიშნა ნდობის აღდგენისთვის, ამას მნიშვნელობა აქვს ერთ მხარეს და მეორე მხარეს დღეს ვინ ქმნის ფონს, ხელშემწყობს ამ საქმისთვის. როდესაც ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე არის ქართული მხრიდან ამ საქმეში ჩართული, ეს ფაქტორია. ნიკო ჭავჭავაძე და ზურაბ ჭავჭავაძე ფაქტორია. არ არსებობს ქართული პრობლემა, ანტიაფხაზური და არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ანტიქართულზეა. ზურაბ ჭავჭავაძის ფორმულა 88-89 წლების. ბევრი ფაქტორია ისეთი, რომელიც ნდობას ხელს უწყობს და მივესალმები ქალბატონ ნინოს და მინისტრის ძალისხმევას და მთელი ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ახალი იმპულსები შეიძინა სწორედ ამან და სწორედ აქ მხარეებზეა ლაპარაკი, ჰუმანიტარული ასპექტებია, ერთი ადამიანის პრობლემა, ერთი ოჯახის პრობლემა, რომლებიც ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახის პრობლემა ხდება და კარგია რომ ხელისუფლებები ენგურს გაღმა და ენგურს გამოხმა მე არ მაწუხებს კომპლექსები. ომი დაიწყო თორა მეორე დღეს გუდაუთაში ვიყავი. არ მაწუხებს კომპლექსები. არის არაღიარების პოლიტიკა და არის ურთიერთობები. აი ამის ფარგლებში მე ვფიქრობ ეს პროცესი იქნება ასეთ ვითარება შეძნელია თქვა შეთქვა წარმატებული, მაგრამ რაღაცა პასუხისმგებლობით დატვირთული. მადლობთ. მადლობას მოგახსენებთ. დიდი ეს გამოსვლა მქონდა ამასთან დაკავშირებით. ყველას დიდი მადლობა და განსაკუთრებით მადლობა პოლიტიკოსებს, რომლებმაც აინც და მაინც პოლიტიკური შეფუთვა არ გაუკეთეს დღევანდელ დღეს. ვფიქრობ, წარმატებული ვიქნებით მომავალშიც. დიდი მადლობა.